დაწყებითი ხასიათი. მოდით, რეკლამაზე გავიდეთ. და რეკლამის შემდგომ გავცეთ პასუხი, ვერენ ესეთი დაწესული ის არის კითხვა. ბევრ რამეზე გვეუბნებით საუბარი. რეკლამაა ჩვენს ეთერში. ბატონო დავით, სპეციფიკალები კითხვა იყო, არ ვიცი, მე სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, რა პარტია იყო თუ 7-18, მაგრამ მოდის რა თქვენი ანალიზი, მე ვფიქრობ, და დაშლილი იყო და ძალიან კარგი მოხდა, რომ ეიშალა და ზოგი გაფიშდა და გათვალისწინდა. ახლა ხელისუფლებამაც კი ბევრი კითხვა გვაქვს, 21 მაისს გამინახევრა ის რაც გვეკუთვნოდა, მაგრამ ახლა 2% არ დაუწერია. 2%-ამდე იმანაც კი გამოიმეტა, ასე რომ გათვალისწინე არ არის საქმე, რაც შეეხება უფრო არსებითად. მე ვფიქრობ იმ ვითარებაში, როცა სახელდახელოდ იქნებოდა ერთიანებული ოპოზიცია, მაშინ არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნები წინ არ იყო, გაგახსენებთ ეს ხდებოდა შარშან სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში. ამიტომ იყო რბილი დამოკიდებულება პარტიების კრიტერიუმის მიმართ. თუ შეცდომა იყო, მე ვიტყოდი, რომ შეცდომა ის კი არ იყო, რომ კიდე სხვა პოლიტიკური ჯგუფები თუ ყოფილი პოლიტიკური ჯგუფები არ შემოვიყვანეთ. შეცდომა ის იყო, რომ არასებულ პოლიტიკურ ჯგუფებს პარტიების სტატუსი მივეცით ჩვენ იქა და მართლა ყველა ბრძანდება დღეს საქართველოს პარლამენტში ხელისუფლების დანიშნულ ოპოზიციად. ასე რომ შეცდომა პირიქით იყო. უნდა უკარგავთ დამსახურებას წარსულში, ახლო წარსულში, შორეულ წარსულში, მაგრამ პოლიტიკა ეს არის მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთობის საგანი და ყველას შეუძლია ჩვენ წარუმატებელი არჩევნები გქონდა მაისში, მაგრამ ჩვენ დავრჩით როგორც პოლიტიკის სუბიექტი. და პირველი ხუთეული, ვინც მიიღო ხმები, არის რესპუბლიკური პარტიის შემადგენლობით იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მარტო გამონაწილეობდით ამ არჩევნებში და საკმაოდ რთულ ვითარებაში და დიდი წლების პირობებში. ასე რომ ის ადამიანები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ წარმოადგენენ დღევანდელი მონაცემებით ელექტორალური თვალსაჩინით ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობის რამდენიმე პროცენტის, ან თუნდაც 1%-ის ინტერესების გამომხატვას ბუნებრივია, ახლა საყოველთაოდ ამას ვერ მივიღებთ. რაც შეეხება უფრო არსებითი ხასიათის საკითხებს, მე ვფიქრობ, რომ იყო შარშან პერიოდი, ეს პერიოდი ვერ გამოვიყენეთ, წარმატებებიც იყო, წარუმატებლობებიც იყო, მაგრამ მთავარი და არსებითი მე ვფიქრობ ის არის, რომ ჩვენ, როგორც ქართულმა ოპოზიციამ, მისმა ცალკეულმა სუბიექტებმა, რეალურმა სუბიექტებმა უნდა მოვახერხოთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობის ადეკვატური ინტერესები, ადეკვატური პროგრამების წარმოვადგინოთ, კონფიგურაცია შესაბამისი უნდა იყოს და თუ ახალი პოლიტიკური სახეები თუ ჯგუფები გამოჩნდება, ესეც ხალხზე იქნება დამოკიდებული, რამდენად იქნება ეს ამა თუ იმ კონფიგურაციაში ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები. მე ვფიქრობ 2009 წელი საინტერესო იქნება ამ პროცესით. მე მერჩია, რომ ნაკლებ საინტერესო ყოფილიყო. მე მერჩია, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი უკვე ჩამოყალიბებული იყოს, უკვე ვიცოდეთ ის ძირითადი 4-5 პოლიტიკური სუბიექტი, რომელთა შორისაც ნაწილდება უმრავლესობა ოპოზიცია, ასე არის ჩვეულებრივ უკვე შემდგარ დემოკრატიებში, ლიტვა იქნება ეს ესტონეთი, ლატვია თუ ბევრი სხვა ქვეყანა, ახალი დემოკრატიის ქვეყნებს გულისხმობ და არ ვლაპარაკობ უფრო მეტი ტრადიციის მქონე სახელმწიფოებზე. ესტონეთში მაგალითად ცნობილი არის, რომ არის 5-6 პოლიტიკური პარტია, რომლებიც მუდმივად იღებენ ხმების გარკვეულ რაოდენობას. ლიტვაში აგერ ახლა ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და გავიდა 6 თუ 7 პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის 2 ლიბერალური პარტია გავიდა, ისინი გაიყვნენ, 2-ვე 5%-იანი ბარიერის პირობებში 5%-ზე ოდნავ მეტი მიიღო და არავის არ გაუგდია ისინი იქედა. უკრაინაში, სადაც კორუფციის მაღალი ხარისხია, სადაც პოლიტიკური ცხოვრებაც კი საკმაოდ გაწვირთულია კორუფციით, არჩევნები არ ყალბდება და უკრაინის ეგზიტ პოლები, სხვადასხვა ეგზიტ პოლები
თანხმედრაშია საარჩევნო შედეგებთან. ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, რომ მივაღწიოთ აი ამ დონეს. ჩვენთვის იქნებ არ არის მთლად მიმზიდველი იმის აღიარება, რომ უკრაინის პოლიტიკური ცხოვრებაც კი არის უფრო ჩამოყალიბებული, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება. ამიტომ ეს ამოცანა დგას ქვეყნის წინაშე, ერთჯერადი გაერთიანებები არაფერს არ იძლევა. ის პარტიები, რომლებიც დღესაც არიან პერსპექტიულები იყვნენ გუშინაც, არიან პარტიები, რომელთაც გუშინ ჰქონდათ გარკვეული შანსები, მიმზიდველობა და დღეს აღარ აქვს ეს მიმზიდველობა. ამის გამო არავის ჩვენ სათბურის პირობებს არ შევთავაზებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სათბურის პირობები რომ არ გეკუთვნის იმის მიღება, ჯამში იძლევა მე ერთხელ ვახსენე აქ ამ ეთერში 5 ჯონდი მივიღეთ პარლამენტში თქო, მაგრამ იმ 5 ეულში ჯონდი ყველაზე ნაკლებს აშავებს, ამიტომ სხვა სახელი უნდა დაერქვას ეთყობა იმ 5 ეულს, ვინც ძალიან აქტიურობს ახლა სწორედ საქართველოს ოპოზიციის წინააღმდეგ და ხელისუფლების თავარი რადიკალური ფრთა არის დღეს ამ კომისიამაც ეს გამოაჩინა. ამოდის კიდევ შემოვიყვანოთ მაყურებელი. დიახ, ისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით, ბატონო. რამდენად მასშტაბურად მიგაჩნიათ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, რომ პოლიტიკურად ვიყოთ დასავლეთზე დამოკიდებული როგორც ვართ და ეკონომიკურად კიდევ ჩვენი სტრატეგიული ობიექტები და ეროვნული გასაულებები რუსეთზე იყოს მიხსოვებული. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებისაც და განსაკუთრებით დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა და ამ შეცდომის ხარისხი ძალიან მაღალია და ეს შეცდომაც ვფიქრობ დანაშაულს უტოლდება, არის ის, რომ ჩათვალა სააკაშმა, მოდი მე რუსებს რაღაცას ისეც მივცემ, მაგალითად ეკონომიკის სექტორში, საბანკო სექტორში, ენერგეტიკაში, რომ ისინი ამითი დაკმაყოფილდებიან. პირიქით, რუსებმა მოიძლიერეს პოზიციები აქვს და შემდეგ აი ამ მოძლიერებული პოზიციების გამოყენებითაც საქართველოზე ზეწოლა განახორციელეს. აი მაგალითად სააკაშვილმა მის 5 საათიან გამოსვლაში ასეთი რამ თქვა. მე ჩემთვის წარმოვიდგინე, თუ რუსეთს არ უნდოდა ომი, რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებია ისეთი აფხაზეთზე, რომელზეც ისინი დათანხმდებოდნენ. აღარ იომებდნენ და ჩვენს რაღაცას მივიღებდით. ჩვენი სურვილების 30%-ს მაინც დავიკმაყოფილებდით იმ ეტაპისთვის. ლაპარაკია გალის და ოჩამჩერის რაიონებში მოსახლეობის დაბრუნებაზე, ერთობლივ კონტროლზე ამ ტერიტორიების, ხოლო ოჩამჩირის ზევით ყოფილიყო რუსეთის ყოფნა ლეგიტიმური, როგორც ერთ-ერთ წინა გამოსვლაში ბიუროს წევრთან შეხვედრის დროს სააკაშვილმა ახსენა ამაზე, კომერსანტი წერდა თავის დროზე. საერთოდ ასეთი გადაწყვეტილებები ზურგს უკან პოლიტიკური სპექტრის, პარლამენტის და ასე შემდეგ ეს ხდებოდა ეს შეთავაზებები გაზაფხულზე, მაშინ როდესაც წინამოწვევის პარლამენტი მუშაობდა და მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ფრაქციების ხელმძღვანელებს არაფერი არ უთხრა ხელისუფლებამ, ჩვეულებრივ ამ ტიპის სტრატეგიული გადაწყვეტილებები არ მიიღება შიდა პოლიტიკური კონსულტაციების გარეშე. ანუ რა თავაზობთ, აქედან ჩვენ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. საერთოდ ხო ისმის კითხვა, რისი იმედით დაიწყო 7 აგვისტოს სააკაშვილმა პასუხი რუსეთის პროვოკაციებზე. მოდი აი ასეთი ფორმულირებით შემოვიფარგლოთ თუნდაც. რომ იყო რუსეთის მხრიდან პროვოკაციები, რა თქმა უნდა, სულ იყო რუსეთის მხრიდან პროვოკაციები, რისი იმედით პირდაპირ ეთერში მთელ მსოფლიოს აჩვენებდა სააკაშვილი ცხინვალის დაბომბვას. რატომ ჰქონდა იმედი სააკაშვილს და მისი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რატომ გვეუბნებოდნენ მუდმივად 7-შიც, 8-შიც, 9-შიც, რომ კულახმეტოვი რაინდულად იქცევა, ეს მათი სიტყვებია, რომ რუსეთის სამშვიდობოები ჩვენ არ გვერჩიან, ჩვენ მათთან კონფლიქტი არ აგვაქვს, რომ ისინი კარგად იქცევიან. ანუ ვინ დააიმედა და რითი დააიმედა სააკაშვილი, რომ რუსეთის მხრიდან იქნებოდა მხოლოდ სიტყვიერი უკმაყოფილება და პრაქტიკულად რუსეთი არ ჩაერთვებოდა სრულმასშტაბიან ომში საქართველოსთან. შესაძლოა ესაა გასაღები. სააკაშვილმა უკვე მეორეჯერ ახსენა, რომ მე მას აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაკი
გაგრაც უნდათო, ბიჭვინთაც უნდათო, სოხუმის უნდათო, ანუ კოდორ ზევით მათ ვაძლევდით ლეგიტიმურად ყოფნის შესაძლებლობას. ანუ სრულ კონტროლს ვაძლევდით აფხაზეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, რუსეთს და შესაძლოა სააკაშვილი ვიღაცამ მოატყუა, რომ თუ ჩვენ ახლა განვახორციელებთ წარმატებულ ოპერაციას ცხინვალზე,